მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია მარიამ ზაბახიძე. მარიამმა წარმატებით ჩააბარა USML-ის პირველი გამოცდა, ემზადება შემდგომი გამოცდებისთვის და გეგმად აქვს შტატებში ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურის სწავლა. გამარჯობა, მარიამ. გამარჯობა. დღეს დაგისვამ 5-დან 6 კითხვამდე. შეიძლება მეტი გამოვიდეს ან ნაკლები, რაღაც გეგმასავით გვაქვს და ამოცანა როგორც წინა პოდკასტების დროს არის ის რომ გავუზიაროთ ქართულ სტუდენტებს ის ყველაფერი რაც თითოეულმა ჩვენთაგანმა გააკეთა, გაიარა და ამის ამოცანა არის ის რომ შემდგომში თაობებს ბევრად გაუმარტივდეთ ამის გავლა. პირველი ესეთი კითხვა რაც იქნებოდა რომ მოკლედ მოგვიყვე შენზე და შევეხოთ იმ საკითხს, როგორ გადაწყვიტე USML-ის თვის მომზადება გამოცდებისთვის. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის. მაგრესი წამოწყება ნამდვილად ეს ყველაფერი და მეც ძალიან გამიხარდება ჩემი ამ მცირედი გამოცდილებით თუ ვინმეს გავუმარტივებ ამ გზას და უფრო მეტ ცოდნას დაიგროვებს თუ რა როგორ უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ჩემს შესახებ საერთოდ შემთხვევით აღმოჩნდა ჯერ ეს ერთი აქედან დავიწყოთ მედიცინაზე. არ მქონდა ეს რაღაც მოწოდებით ექიმობა, არ მქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავს იყო ექიმი და მით უმეტეს ამ რეალობაში ჩვენთან. და ცალკე საკითხია, შეიძლება გაგიკვირდეს კიდევაც მეოთხე კურსის ბოლომდე USML-ზე არ მქონდა საერთოდ ინფორმაცია არანაირი. ალბათ ამას ჩემი ბრალიც არის იმ მხრივ, რომ სკოლიდან მოყოლებული ყოველთვის ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, ასე ვიტყვი, უნივერსიტეტშიც ასე გავაგრძელე და ძალიან აქტიურად ვიყავი აკადემიურ პროცესში ჩართული, ძალიან აქტიურად პირველი 3 წელიწადი და ვფიქრობ ალბათ რაღაც გადავიწვის ფაქტორი იყო და ვცდილობდი რომ რაღაც მედიცინის იქეთ რაც უნივერსიტეტს არ ეხებოდა აღარც გამეკვია გზა. თითქოს ალბათ ეს გულითაც რო არ ვიყავი ამ დარგში ალბათ, ამის ბრალით შეიძლება იყოს. და შემდგომ მეოთხე კურსი მთლიანად კლინიკაში გავატარე და მივხვდი თუ რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავარ რეალურად, თუ მინდა ვიყო ექიმი და ვიყო საუკეთესო და საშუალო არ მიიღება. ეს შენგან მახსოვს. და ზუსტად აი ამ მომენტში, რომ შინაგანად თითქოს რაღაც უკმაყოფილების შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც არ ვაკეთებ სწორად, აი რაღაც შინაგანი ხმა ყოველთვის გეუბნება, მაგრამ რეალობასთან თვალის გასწორება ყოველთვის რთულია და მეც რა თქმა უნდა ჩემს პატარა კომფორტის წრეში ვიყავი ეს პერიოდი მთლიანად და იმ პატარა რაღაცებს, რასაც მარტივად გამომდიოდა და მარტივად ვაღწევდი, სიამოვნებით ვაკეთებდი. და მივყვებოდი დინებას ალბათ როგორც იტყვიან ხოლმე. შემდგომ უკვე აი ეს პერიოდი როცა უკვე მე ვფიქრობდი რომ რა გამეკეთებია, რომ ცოდნა გამეღრმავებია სულ მინიმუმ. სულ მინიმუმ და თავდაჯერებული გამختارიყავი უფრო. შემთხვევით წავაწყდი შენს პოსტ Facebook-ზე, იყო ბიოქიმიის თავისუფალი ჯგუფი ქონდა გაკეთებული, თუ გახსოვს, აგვისტოს თვე იყო. და 200-ზე მეტი კაცი იყო მგონი, ჩავერთე ველოდი ბიოქიმიის ფერმენტები, გზები, ყველაფერი გამერკვია და აღმოჩნდი 3 საათიანი სპიჩის შემსრა, პირველად ასე გაგიცანი და აი ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემმა საუბარმა. ალბათ ჩემს ირგვლივ არც ყოფილა ისეთი ადამიანი, ვინც ან ექიმი ირგვლივ, აი არ ვიცი, არავინ, ვინც გავს თემებზე ასე ისაუბრებდა. მართლა? ხო. და შესაბამისად ვიცოდი რომ ეს USML იყო ჩემი გზა, რომელსაც თავი უნდა მიმეწყნა და აქედან მოყოლებული უკვე ჩემი ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა, ჩემი ხედვა მედიცინაზეც, ყველაფერი
ამ სტეპის დამსახურებით და ეს არ არის უბრალოდ გამოცდა, რომელსაც დაჯდები იმით სადინებ და ჩააბარებ. ეს არის რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც მთელი ცხოვრება გაგვყვება ალბათ. მაგრამ ეს ასე სპონტანური არ იყო, რომ დავჭიქი იმით სადინე, ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რომ იმ აი კონდიციამდე მივსულიყავი, რომ და ის ახალი ჩვევები, ჩემთვის უცხო ჩვევები საკუთარად გამეხადა, რასაც ამ გამოცდის ჩაბარება მოითხოვს თვითონ. საინტერესო ჩამოაყალიბე ძალიან საინტერესო ლამაზი და ესეთი რაღაცნაირი შეკრული ინტრო გამოვიდა, ხო? და მე გამიშთა შენი ნაწილის დროს ესეთი კითხვა, რომ ეს პრინციპი, რომ მინდა ვიყო საუკეთესო. კონკრეტულად ჩვენ საქმეში, მედიცინაში, რა სარგებელი აქვს პაციენტს შენი ამ მაინდსეტიდან? როგორ ფიქრობ? პირველ რიგში მე საკუთარი თავის წინაშე უნდა ვიყო მართალი, როდესაც თქვა პაციენტთან იმყოფები, ხო? შეიძლება ექიმები საკუთარ თავზე უფრო ნაკლებს ფიქრობენ მართლა ვიდრე თქვა სხვას არავნო მაგალითად, რაც შეიძლება ოდნავმა შეცდომა მთელი ცხოვრება გადაგიწყვიტოს ან შეგიცვალოს. ამიტომ რომ დავფიქრდი და აი ასეთი რამე ჩამოვაყალიბე თავში, რომ ან სტეპს ჩავაბარებ, ან საერთოდ არ გავხდები ექიმი. აი ასეთი მაინდსეტით დავიწყე. ოღონდ ეს არ ყოფილა რაღაც თავიდანვე პირველი დღე ასე არ ჩამომიყალიბებია. ძალიან დიდ პერიოდზე გაიწელა, სადღაც 2 წელი ალბათ, მეც გამიხარდებოდა ასეთი საუბარი, რომ მომესმინა ალბათ 2 წლის წინ. შემდეგი კითხვა, მეორე კითხვა, არის თუ როგორი იყო შენი ტიპიური დღე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამ საქმეში რუტინა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველი ეს დღე, ჩემი აზრით, სამეცადინო დღე, სასურველია მეტნაკლებად წინა დღეს გავდეს. არ იგონებ რაღაცებს, ხო? ამაზე არ გთხოვრი ლაპარაკო კონკრეტულად ამაზე, რომ მოგვიყვე შენი ტიპიური დღე და შეგვიძლია ეგ თემა განვავრცოთ. სანამ უშუალოდ ერთ ტიპიურ დღეზე გადავალ, ძალიან ბევრი რამე ვცადე, საკუთარ თავზე დავტესტე. უკვე ყველას ვუგდებდი ყურს რა როგორ გამეკეთებინა, ვინც უკვე სტეპი ჩააბარა, შენს აქტიურად გვირჩევდი ძალიან ბევრ რამეს და უნივერსიტეტთან ერთად, დილას უნივერსიტეტის შემდგომ სტეპისთვის მზადება, შემდგომ იგივე ვარჯიში, ჯანსაღი კვება, აი ეს ყველაფერი ერთად არის წარმოუდგენლად რთული მართლაც და აი ძალიან დიდ პატივს ვცემ სტუდენტებს, ვინც აი შენს მაგალითად ხომ სტუდენტობის დროს ჩააბარე პირველი სტეპი და აი ძალიან მაგარია, რომ აი ასე შეუძლია ადამიანს, რომ ერთდროულად ეს საქმეები შეუთავსოს. მაგრამ მე რატომღაც აი არ გამომდიოდა უნივერსიტეტთან ერთად, იმიტომ რომ ეს ჩემი ძველი ჩვევები, რომ აი ძალიან გადმომყვა, რომ აი მინდოდა რომ რაღაც უფრო შესუსტებულად მივდგომოდი უნივერსიტეტის საქმეებს, მაგრამ ბოლომდე არ გამომდიოდა, უპასუხისგებლობის გრძნობა მქონდა ძალიან და თან ამას ვარჯიში ძალიან მიყვარს სპორტი ბავშვობიდანვე, დარბაზი, ჯანსაღკვებასაც ძალიან სხვანაირად უფრო ჩაუღრმავდი მე თვითონაც მიყვარს რაღაცა ახლების გაკეთება და ყველაფერი ისე მოვიყვანე თითქოს ბალანსში, რომ აი ძალიან შეიცვალა ჩემი სწავლის და ყოველდღიურობა, რაც მანამდე თქვათ TSS-ს შესწავლის პერიოდში ვაკეთებდი, მაგრამ ალბათ სტეპისთვის მრჩებოდა ყოველდღიურად რაღაც 5-6 საათი. და სულ რაღაც 5-6 საათი მრჩებოდა და პლუს ამას თუ უნივერსიტეტიდან რამე ისეთი გამოხდებოდა, ამ დროზე ხარჯზე ვაკეთებდი და რაღაც on and off მეთოდზე ვიყავი, არ ვიყავი constant ყოველდღიურობაში, თან მით უმეტეს როცა დასაწყის ეტაპზე ხარ და აი ამხელა მასალას ეჭიდები და როდესაც გადაბმულად არ მიყვები იმ მასალას, რაც თქვა დაგეგმე თავში რომ ამას გააკეთებ ამ მონაკვეთში, ძალიან გსტრესავს და ცუდად მოქმედებს, როცა აი ძალიან on and off ზე ხარ, ძალიან გსტრესავს ადამიანს, მით უმეტეს როცა წვეთიც არ გონია ზღვაში თავი. იმდენად დიდი მასალის წინაშე დგახარ. კი. და
აი ამ ჭიდილში რასაც ქვია მოვჩი უნივერსიტეტს, მაგრამ არ ვეშვებოდი არაფრით საკუთარ თავს მართლა და როდესაც დავასრულე უნივერსიტეტი, მქონდა ასეთი ორი გზა, რომ ან საერთოდ უნდა დამენებებია თავი სტეპისთვის და უკვე ჩამებარები აქ რეზიდენტურაში და პარალელურად შეიძლება გამეგრძელებია ისევ სწავლა, ან საერთოდ რადიკალური ხერხი, რომელსაც მე მიმართე, საერთოდ ჩამოვშორდი კლინიკასაც, მეგობრებს, ნათესავებს თბილისს და გადავედი სოფლად ჩემებთან და დავიწყე იქ, ასე ვთქვათ, დავგეგმე მთელი 1 წელიწადი თუ როგორ უნდა ჩამებარებია სტეპი და დანარჩენი ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ მე გავჩერდი უბრალოდ სამინაბიჯით უკან გადავდგი, სხვა გარემო ყველაფერი თავისთვის გააგრძელა მოძრაობა. და ამგვარად არ დავნებდი შეიძლება ითქვას მართლა და ბოლომდე მივყევი იმ აზრს და იმ ფიქრს, რაც მქონდა გონებაში, რომ აი მე სტეპს ჩავაბარებდი აუცილებლად, რომ ეს იყო ის სტანდარტი, რომელსაც მე თუ დავაკმაყოფილებ, მე მაქვს უფლება რომ ვიყო ექიმი. და აი ასეთი შინაგანი ხმა მქონდა, რომ აი აუცილებლად უნდა ჩამებარებია. გეგმა გენიალური. კი. მაგაზეც ვისაუბროთ. ჩვენ კი ვეცდებით 30 წუთს ჩავეტიოთ, მაგრამ გული მიგზნობს რომ აი კარგამო, იმიტომ რომ ისეთ საინტერესო საკითხებს ეხები და საფიქრალ ესეთ თემებს გვაწვდი, რომ არ შემეძლია კითხვები არ დაკისვა. შენ ახსენებ პასუხისმგებლობის საკითხი, თუ სწორად გავიგე და ვის მიმართ იყო უნივერსიტეტის მიმართ, შენ მიმართ, როდესაც ამბობდი რომ უნივერსიტეტში სწავლას ვერ ვაკლებდია. ხო, ვერ ვაკლებდი სწავლას. ვის ბრალია ეს? რავი, ალბათ ეს ჩემში ბავშვობიდანვე ასე იყო ჩაბეჭდილი, რომ ყოველთვის ვცდილობდი გამეკეთებია მაქსიმუმი, რაც ჩემ წინ იყო, მაგრამ ერთია სწავლობდე ქულისთვის, ახლა ვფიქრობ, მეორეა სწავლობდე სწავლისთვის. და კი, და როცა უკვე სტეპის მხრიდან მივდექი მედიცინას, აი უფრო საინტერესო გახდა ყველაფერი, საერთოდ სხვა თვალით შევხედე მედიცინას. მეთქი ვაუ, ეს რა მაგარია, სულ ასე ვიყავი და ყოველდღიურობაში მიუხედავად იმისა, რომ ნაცრისფერი დღეები მართლაც ერთი და იგივე, ჩემთვის იყო აი ყოველი დღე ძალიან სასიამოვნო, შეიძლება კი ითქვას, რომ რაღაც თითქოს არ ვიღლებოდი იმ მასალით, იმიტომ რომ ყოველთვის ახალი, სულ ანუ ერთი და იგივე თითქმის არ შეგვხდება. იღლები ესეთი. კი, რა თქმა უნდა, იღლები, მაგრამ იღლები სხვანაირად უფრო ფიზიკურად ალბათ ვიდრე მენტალურად. კი, უფრო ფიზიკურად ვიდრე მენტალურად. ჩემი აზრი არ არის, ან მოვისმინე რომელიღაც პოდკასტში არ მახსოვს, გონი ბეზოსი ამბობს, რომ იღლები არა ბევრი მუშაობისგან, არამედ anxiety მოდის იმიტომ, რომ რაღაც task-ებს არ აკეთებ. დაუმთავრებელი task. აი, ზუსტად მაგ მინდოდა რომ მეთქვა. შენ ახსენე რომ სტეპს, შესაძაც ვერ მეცადინეობდი ყოველ დღე კონსტანტურად, ანუ ეგ არ მომწონდაო და ეგ task-ია, რომელსაც ვერ ასრულებ, რაღაც გიშლის ხელს და ეგ იწვევს შფოთვას. და რაც ახსენე რომ პასუხისმგებლობა და ბეჯითი სტუდენტი რატომ შევეხე მაგას? განზრახ, იმიტომ რომ რაც შენ ახსენე, ზუსტად ეგრე არის ძალიან ბევრი ჭკვიანი ბეჯითი ძლიერ დისციპლინირებული ქართველი სტუდენტი, მაგრამ ვერ ახერხებს 6 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ვერც ერთი ნაწილის ამ 6 წლიდან მორგებას თავისი აკადემიური კეთილდღეობისთვის. აკადემიური კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად პრაქტიკულად თელს სოფლიოში არ არის დაფუძნებული მაინც და მაინც შენ აკადემიურ რეკორდთან აი classroom-ში B ყავს თუ A ყავს. ეგ არ არის determining factor. კი ვხვდები მაგასაც, მაგრამ აი შინაგანად ვერ უშვები. იმიტომ რომ ჩვენ trained ვართ ბავშვობიდან დასწავლილი, რომ ეს არის პრიორიტეტული, ხან როგორ შეგაფასებს და შენც მერე შენ თავს აფასებ ამ ციფრა ასოებიდან, მაგრამ როდესაც ამას ხვდები და თუ ასწრებ ამის მიხვედრას, მერე დგები ისეთ ლიანდაგზე, რომელიც შენზე არის მორგებული, რაც შენ გააკეთე, ხო? თუმცა ყოველთვის შეგვიძლია ეს გავაკეთოთ უფრო ადრე. იმის თქმა არ მინდა რომ არ უნდა იმეცადინონ ახალგაზრდებმა უნივერსიტეტში, მაგრამ
თუ გზნობ რომ ის მასალა არის outdated, ძველი, არ გერგება, ან აქ ჩვენ დროსა და ენერგიას ხარჯავთ ქულისთვის და არა ჩემი განათლებისთვის და ზოგადად იმისთვის რომ მე შევდგე, ხო? ნუ აკადემია უნდა ზრუნავდეს იმისთვის რომ მე როგორც ინდივიდი არ დავიკარგო სამედიცინო სამყაროში, არ ჩავიძირო და უნდა შევდგე, უნდა გადავრჩე. კი. ხო, მე არასდროს მიგზნია. და უბრალოდ თავიდანვე დავდექი ამ გზაზე რომ მე თვითონ უნდა შევიქმნა ის პირობები, რომ როგორც ინდივიდი მედიცინის სამყაროში გადავრჩე, შევდგე. რაც გააკეთე შენ, ხო? კი, ცოტა გვიან, მაგრამ გავაკეთე. ხო, ნუ ბანალურია, ცოტა გვიან ჯობია ვიდრე არასდროს და მსგავსი ფრაზები, მაგრამ კი, ყველა ინდივიდუალურია ძალიან. მე თვითონ შევიქმნი ინფორმაციული ვაკუუმი და ვარდისფერი სათვალებიდან უყურებდი ყველაფერს, მაგრამ რეალობაა და ჩვენთან განსაკუთრებით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მსმენელი, თქვათ, უფრო გაიგივებს საკუთარ თავს, რომ არ არსებობს, თქვათ, გვიანია და განაჩენია, ხო? ანუ ეს ასე არ არის ნამდვილად. კი. და კიდევ ვიტყვი იმას, რომ თავარია, რას ფიქრობ ზოგადად, რასაც ფიქრობ, იმას წარმოადგენ ადამიანი. ეს ფიქრები აყალიბებს რაღაც ჩვევებს, მოქმედებები ჩვევებს და სტილს ყოველდღიურობისას. ეს ყოველდღიურობის სტილი მე ეს დისციპლინამდე მივყავარ და დისციპლინა განსაზღვრავს ჩვენს ბედს. მე ასე მჯერა. ზუსტად ასე. და ეს დისციპლინა არის პასუხისმგებელი იმ ყველა მიღწევაზე, თქვათ, რაც ადამიანს გააჩნია ის დიდი და რა თქმა უნდა, მიღწევა დიდი უნდა იყოს, ხო? მიღწევა დიდი უნდა იყოს. და არ არის ეს რაღაც იღბალი, თქვათ, რომ გაუმართლა და ასეთი რაღაცები, ანუ არა, უნდა დაждდე, იმუშაო საკუთარ თავზე და ადრე თუ გვიან, ეს არ არის რაღაც ერთ დღეზე გაწერილი გეგმა, long term gratification-ის დამსახურებით. აუცილებლად მოვა ის დღე, როცა შენი შრომა დაფასდება. აი ასე მჯეროდა ყოველთვის. მე მაგაში ღრმადარწმუნებული ვარ, რომ ფასდება და აქ უბრალოდ ფიზიკის კანონი თუნდაც რომ ერთი ტიპის ენერგია არ ქრება და ეს გარდაიქმნება, ხო? და მედიცინაც როგორც ბევრი სხვა საქმე პირდაპირ პროპორციული იქნება შენი რეზულტატები იმასთან რა ჩადე. შეიძლება იმაზე მეტიც მიიღო, ვიდრე ჩადე, მაგრამ ნაკლებს როგორც წესი ვერ გამოიტან. ასეთი კითხვა მაქვს, თუ ოდესმე შენ ამ პროცესის განმავლობაში სტეპისთვის როდესაც ემზადებოდი, თუ არ ვიცი როგორ სწორი იქნება და ფორმულირება, ხომ არ შეგპარვია ეჭვი იმაში, რომ მოახერხებდი თუ არა მართლაც ამის გაკეთებას. გონი ყველა ვინც USML-ისთვის ემზადება, ქონია ეს რაღაც ეჭვი, მაგრამ აი აშკარად რომ მეფიქროს, აი არ დამიშვია გონებაში მომენტითაც კი, ერთი წუთითაც რომ აი ვერ ჩავაბარებდი, აი ამ ფიქრს არ უშვებდი, ანუ ეს არ იყო გამოსავალი ჩემთვის. რატომ არ უშვებდი? იმიტომ რომ მე გაზრი არ გებადებოდა? არა, მებადებოდა კი, ეგრევე ვასტობებდი საკუთარ თავს და ყოველთვის პოზიტიურ ფიქრს ვთავდი, რომ აი არა შეგიძლია აუცილებლად გახვალ ბოლოს, თორე რაღაც მომენტებში მით უმეტეს ეგო ისეთი ადამიანის, რომ არ არსებობს, რომ არ ჩაგესმას ხმა, რომ ტყუილა ცდილობ, ტყუილა აკეთებ, ანუ ეს მომენტები ყველას აქვს, რა თქმა უნდა. თან არა მარტო ერთი და თქვათ რო ვთქვი, რომ ერთი წელი მთლიანად გავწერე გეგმა, რომ უნდა მე მეცადინა, არ ყოფილა 365 დღე უნივერსალური და არ ვიყავი ყოველ დღეს ჩემი თავით კმაყოფილი, მაგრამ ყოველ დღე ვცდილობდი, რომ ჩემ თავის მიმართ მაინც დადებითად ყოფილიყავი განწყობილი, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყავი, რაც არ უნდა ვთქვათ, არ მეცადინა და ახალი ძალებით უბრუნდებოდი მეორე დღეს. ერთხელ შეცდომა და ორჯერ უკვე ჩვევაო. ამას ორჯერ. კი, ამიტომ ვცდილობდი, რომ ორჯერ არაფერი არ დამეშვას ცუდად. კი. შენი პასუხიდან გამომდინარე, ისე მაქვს კითხვები, იმიტომ რომ მე ვცდილობ, რომ ჩვენი ეს შეხვედრა იცი როგორ წარმართოთ, რომ ვინც ამას უყურებს და ბოლომდე მოითმენს ამის ყურებას, რაღაცა სასარგებლოს თავისთვის გამოიტანს, შემდეგ ამ აზრებს, თუ ქცევებს, თუ რაღაც მიდგომებს ყოველდღიურობაში, როდესაც გადმოიტანს, ხო?
ანუ პრაქტიკაში უკვე გამოცდილ რაღაცებს. რეზულტატი მიიღოს და უფრო მალე, ხო? მინდა მეც რომ რაღაც პრაქტიკულებზე გავამახვილო შემდგომ ზუსტად. ყურადღება. რაც შენ ახსენე, რაც მოყევი, ეგ საინტერესო საკითხი, ესეთი positive thinking-ი, აზრების ჩანაცვლების საკითხი, ხომ? რომ მოდის ნეგატიური აზრი, შენ ეგრევე ანაცვლებ პოზიტიური და იქ ჩვენს არ გადამივიდესო. ეგ როგორ ისწავლე? ან როგორ მოგაქვს პრაქტიკაში? მოდი, ესეთი ეს არ გვაქვს ხადია გეგმაში, მაგრამ მოდი ისეთი რაღაც გამოვიგონოთ, როგორც სავარჯიშო რომ შევთავაზოთ, მათ ვისაც ეს პრობლემა აქვს. აი, რამე მაგალითი მომეცი და როგორ გააკეთებდი ამ აზრების ჩანაცვლებას პოზიტიურით და რა შედეგს მიიღებ? აი, მაგალითად რა? გეჟარება მეცადინეობა, ანავი. ასე რა თქვა, ცოტა აი არ ვიცი როგორ აღწერო. ანუ მე მგონი ადამიანს გააჩნია, ანუ მე ზოგადად პოზიტიური ადამიანი შეიძლება ითქვას. არ ვიცი, უბრალოდ ვცდილობ ხოლმე რომ საკუთარი თავის მიმართ არ ვიყო ძალიან მკაცრი, არ მკაცრი ვარ ჩემი თავის მიმართ, ძალიან მომთხოვნი, მაგრამ აი დადებითად და პოზიტიურად ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტებში, როცა თავს ძალიან უსუსურად ან გონია რომ ვერ შეძლებ და ძალიან რთულია და ეს ყველას აქვს ეს მომენტი, რომ როცა ზღვაში მართლა წვეთი გონია საკუთარი თავი და ამხელა მასალაა, თქვათ ერთხელ გააკეთე და მეორედ მიუბრუნდი, თითქოს არ იცი რა მოხდა, სად დაიკარგა და სად დაიკარგა. სად წავიდა. კი, და აი რაღაც შინაგანად გამოძრავებს ეს ძალა, რასაც არ გაძლევს საშუალებას, რომ შენ გადაუხიო იმ გზიდან, მაგრამ ეს ალბათ რაღაც ძლიერი იდეის დონეზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. კი. ეგ მე დარწმუნებული ვარ, ეგრე არის და პიროვნების ნაწილიც არის. პიროვნების ნაწილია, ჩემი აზრით. ღრმა დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ჩელენჯი რაც გექნება შენ, step 2, step 3, board exam-ი, ან ბევრი რაღაც. მე ღრმა დარწმუნებული ვარ, რომ შენ მაგ mindset-ით გააგრძელებ და ეს სიმკაცრე შენი თავის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დისციპლინისთვის, მაგრამ ზედმეტი სიმკაცრე, ხომ? უკვე ასე მგონია, რომ ზედმეტი თვით დასჯის მექანიზმი ერთვება და ანუ ძალიან severe არ უნდა იყოს შენი თავის, მაგრამ აი უნდა სწორი ხარ გარკვეულად ესე კაცრად, რომ აი თქვი და უნდა გაკეთდეს და რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გაკეთდეს. ხო შენ ხომ ახსენე რომ მე არც დამიშვია ეგ აზრი, რომ შეიძლება ვერ ჩავაბარ, ანუ failure მან შენთვის სრულად მიუღებელი. კი. მაგრამ მათ დავამატებდი ერთს, რომ ანუ მე ჩემ თავზე იმდენი რამ გამოვცადე, ვიყავი ბალანსირებულადაც პერიოდი, აი 6 თვე ჩვეულებრივად უნივერსიტეტის პარალელურად ვაკეთებდი ფლეშკარდებს მოცლილ dead times, რასაც უძახით. ვარჯიშობდი, ჯანსაღად უკვებებოდი, ვასრულებდი USMLS-ის მეცადინეობით, მაგრამ ანუ მივხვდი მაინც რომ ეს ბალანსირებული ყოფნა, ასე ვთქვათ, არ არის საკმარისი. მივედით მაგ დასკვნამდე, რომ აი არ არის ნამდვილად საკმარისი და კი ვიძახი ხოლმე რომ აი კარგია ბალანსირებული როცა ხარ, მაგრამ როცა ამხელა რაღაცას ეჭიდები და ამხელა მიზანი გაქვს და ამხელა საქმე, რასთან გაშინებს, თან გიყვარს, ანუ აქ უკვე არაბალანსირებულობაზე გადის ალბათ შედეგი და აი ასე ვფიქრობდი, რომ ერთი წელი არ მოვკვდები. არ მოვკვდები, ანუ არაბალანსირებული ყოფნით, ანუ მე რა უშავს. ვთქვათ, იგივე მე ვფიქრობ, რომ შენ ვიცი, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ, ვთქვათ, ფიზიკურ აქტივობას, ხო? ან მე ვიტყოდი, რომ 100% მენტალურია. არა იმიტომ, რომ მე სპორტი არ მიყვარს, ძალიან მიყვარს. სულ რაც თავი მახსოვს ალბათ ბავშვობიდან ვარჯიშობ, მაგრამ ალბათ ბოლო 1 წელიწადი აქტიურად არ ვიყავი ფიზიკური აქტივობით დაკავებული. ალბათ შეიძლება კვირაში ერთხელ თუ აი თელი გულით მომინდებოდა რომ რაღაც გავსულიყავი, მერბინა ცოტა ან დარბაზში გავსულიყავი, ან მაქსიმუმ ცურვაზე. აი ეს იყო ჩემი შემოვიფარგლებოდი ამით, მაგრამ მთლიანად ვფიქრობ, რომ არის უფრო მენტალური იმ ხრივ, რომ აი გონებას თუ მომართავ ისე შე როგორც გინდა და აი მას გააკეთებიებ შენს თავს, რასაც შენ გინდა
და ფიქრობ, ანუ სხეული მოყვება, ანუ სხვა გზა არ აქვს. სხვა გზა არ აქვს. სხვა გზა არ აქვს. სხეული იმისთვის არ მოყვება. კი, ზუსტად მაგიტო. სხვა ფუნქცია არა. ამიტომ ფიქრობ, რომ აი 100%-ით არის მენტალური და იგივე ჯანსაღი ყვებაც. ანუ მთავარია თქვათ მაქსიმუმ მე რაც გავაკეთე, გვიან არ ჭამო საჭმელი, გვიან არ მიირთვა, ან საერთოდაც რო გადაერთვები ფიქრით მთლიანად 24 საათის სტეპზე ფიქრობ და სხვაზე არაფერზე გეფიქრება, დამიჯერე, ანუ არც მთელი ბიოქიმიის დონეზე არ გჭირდება, როგორ იკვება ჯანსაღად. ანუ არ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გაამახვილო ყურადღება და იცოდე, ვაიმე, ანუ ახლა დილას როგორ ვიყო უფრო ძლიერად, მე არ ჩამეძინოს და ასეთი რაღაცები. რაზეც ვამახვილებდი ძალიან პირველი 1 წელიწადი და არ მომცა შედეგი ვიტყოდი. და აი უკვე მეორე წელი, რაც მე საკუთარ თავთან დავრჩი და მთლიანად ჩავდე ჩემი თავი, აი უფრო ხედავდი ყოველი კვირების განმავლობაში პროგრესს აკადემიურად და უფრო ეს მაძლევდა სტიმულს, რომ გამაგრძელებია ჩემი შრომა, ასე ვთქვათ. და ფიქრობდი ხოლმე მახსოვს, რომ ეს იქნება რაღაც ამბავი, რასაც ალბათ მომავალში მოვყვები და მე მგონი დღეს ასეთი დღე არის ერთ-ერთი. შეიძლება ითქვას, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეგეთი დღე არის. კი. და ეს თავგადასავალი, ასე ვთქვათ, რასაც ოდესღაცა მოყვები და გაუზიარებს ხვებს. თავგადასავალი ნამდვილად არის და ესეთი კითხვაც შეიძლება გამიჩნდეს, რომ ამ თავგადასავლის განმავლობაში შენ ემზადები სტეპისთვის და იცი რისთვის გჭირდება ეგ და რა უნდა გააკეთო. ხომ არ მოგსვლია აზრად, რომ გარდა იმის, რომ შენ სტეპისთვის ემზადები, შენ კიდევ შენს თავზე მუშაობ, კონკრეტულად შენს თავზე და ეს არის არა მარტო საგანმანათლებლო რაღაც გზა, არამედ ეს არის პიროვნული ზრდის გზა, სტეპის ჩაბარება, რომ გაუნკლავდე ამ გამოცდას. რას ფიქრობ? კი, იგივე ფიზიკური აქტივობას თვლი შენ რომ მაგიტო გამოსადეგი ხო? მაგრამ მე ვიტყოდი რომ აი საერთოდ რო არის ვარჯიში ადამიანმა, მაგალითად, მე სპორტის მოყვარულმა, თავისუფლად შეიძლება რომ შეინარჩუნო ის მენტალური მდგრადობა, რომ შენ გაძლო და ჩააბარო ეს გამოცდა. აი მნიშვნელობა იმას აქვს, რამდენად გინდა და რამდენად შეგიძლია შენი გონების და მაინდსეტის დაჭერა ხელში, რომ მაგრამ ნუ იმას არ გულისხმობ, რომ არ იქნება გარღვევები, ხო? იდეალური და უნივერსალური ვერავინ იქნება. ვერ იქნება კი ნამდვილად, მეც გქონდა დღეები, როცა არ მიმეცადინია, მაგრამ ისეთ მომენტამდე მივედი, რომ აი უკვე რეგისტრირდები და უკვე ძალიან რეალური ხდება ეს ყველაფერი, თითქოს რომ მოდი ვივარჯიშოთ და თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდი, რომ იმ დროს იქ ვკარგავდი და როგორ შეიძლება ეს დრო აქ დავკარგო. და ის 9 საათიც კი, ანუ იცი რა არის, ანუ 1 წუთიც კი ითვლება. მე აი 1 წუთიც კი ითვლება რა, აი დილას რო გაიღვიძებ და არსად მიდიხარ და მოდი 15 წუთში ავდგები. ანუ არა, ის 15 წუთი ითვლება. ანუ 15 წუთი 15 კი, ის 5 წუთიც ითვლება. და კიდევ ერთი ფაქტორი მინდოდა რომ აღმენიშნა, ვიცი რომ შენც დილას ადრე დგები. აი, რაც დავიწყე დილით 5-ზე ადგომა, ჩემი პროგრესიც უფრო გაიზარდა. და აი თუ ვიტყოდი რომ რა გავაკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი თქვა ამ სტეპისთვის, არის დილით მეცადინეობის შემუშავება. კი ვიცოდი რომ ყოველთვის უფრო დილის ადამიანი ვიყავი, მაგრამ ასე როგორც შენ 5-ზე არასდროს არ ამდგარ ვარ აქამდე, მაგრამ აი ერთადერთი რაც არ მქონდა დაცდილი იყო ეგ და პირველი 2 კვირა ცოტა თავი მტკიოდა, ვერ ვდგებოდი მახსოვს, მაგრამ შემდეგ ისე მივეჩვიე რომ დილის 5-ზე რომ არ დამეწყო, მთელი დღე მიდიოდა ცუდად. ანუ დილის პროდუქტიულობა არის საერთოდ სხვა. და აი ყველას ურჩევ, თუ აი ოდნავ მაინც ნაპერწკალს ხედავს, რომ დილის ადამიანია და არა თქვათ ღამის. მე არ ვამბობ, რომ ყველა ინდივიდუალურია, უნივერსალურობა არ არსებობს. უბრალოდ მე რაც დავტესტე, მინდა რომ გავუზიარო ჩვენს მსმენელსაც. და თუ აი ოდნავ გრძნობს, რომ რაღაც დილა შეუძლია ადგომა, აუცილებლად უნდა ადგეს, აი აუცილებლად 5-ზე. 5-ზე კი, იმიტომ რომ თვითონ გამოცდის დღესაც გეხმარება
დილას აი თუ გვიან იძინებ თქვათ იმ გამოცდის წინა ღამეს საერთოდ ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ იმდენად ის იქნები ხვალ გამოცდა და მთელი 2 წელი ან წელიწადი რო ვიმზადები ის გამოცდა არის ხვალ და ვერ დაიძინებ, შესაბამისად მიხვალ გამოუძინებელი და შემდეგ უნდა დაждდა 8-9 საათი და წერო ძალიან ფოკუსირებულმა. ამიტომ მე ზუსტად 9 საათი მეძინა ალბათ გამოცდის წინა ღამეს. რამდენიც მეძინა გამოცდამდე პარადოქსული არასდროს ცხოვრებაში მაგდენი და ეგრე კარგად მე ზუსტად კი გამოცდის წინა ღამეს 9 საათი მეძინა, როცა ალბათ 6 საათი მძინავს ყოველთვის. მაგრამ შეიძლება გახსოვს ჩემი რჩევა რას ვაკეთებდი გამოცდის დაძინების წინა ღამეს ვაკეთებდი 3 საათიან ძილს 2 ან 3 და რო დგებოდი მე დარწმუნებული ვიყავი რომ იმ დღეს ხო მიუხედავად იმისა რომ არც ერთხელ მე არ მქონია ესეთი stressful მდგომარეობა გამოცდის მიმართ ну ასე იყო და მუდამ კომფორტულად გრძნობდი თავს წინა დღესაც და იმ დღესაც და მაგის მერეც მაინც თავს ვიზღვევდი იმიტომ რომ მე ძალიან ჯერა პრევენციის ზოგადად როგორც ასეთის რა ხო რომ მან დაიძინა მასე არ დამიგეგმოს მაგრამ ბუნებრივად გამომივიდა რომ წინის წინა დღეს 3 საათი მეძინა და ეგრე გაგიკეთებ კი შემთხვევით გამოვიდა ოღონდ და კი ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ძილს მოასწრებ თქვა წინა დღეს აი განსაზღვროს ალბათ გამოცდის მიმდინარეობას ვიცი ადამიანები ვინც საერთოდ ძილის გარეშე მივიდა და კარგად დაწერა რა თქმა უნდა კი ინდივიდუალურია რა თქმა უნდა თუ ღამეა პროდუქტიული ადამიანი ღამე უნდა იმეცაინოს გინდა თუ არა დილას ავდგეო მაგაზე ხო არ არის დამოკიდებული მაგრამ მე რაც ამ ჩემი მომზადების პერიოდში აი დილის ადგომა ალბათ პირველზე დავაყენებდი რომ ეს არის რაღაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ახლაც რომ ეს ვაკეთებდი მეცაინიობდე აი დილას უნდა ავდგე აი ეს რაღაც ის შოვა კი არ არის რაც 1 წელიწადი და всё ანუ ეს ალბათ მთელი ცხოვრება გამტანს ასე ვთქვათ კიდევ მეორე რასაც ვიტყოდი ხმარობდი პომოდოროს ტექნიკას ეს 1980-იან წლებში იტალიელი სტუდენტის მიერ შემუშავებული ტაქტიკა ერთმა ჩემო კარგო მეგობარმა მირჩია აი ძალიან გამომადგა თლიანი სტეპის მზადება ალბათ პომოდოროთი გავაკეთე თავიდან 9 საათიდან ავედი 1 საათზე დავაყენე 1 საათი მეცაინიობდი 10 წუთი ვისვენებდი მე 5 წუთზე დასვენება განმოვიყვანე კი და აი იმდენად კონცენტრაციის პრობლემაც მქონდა მე თავიდან ამიტომ აი ძალიან იდეალური იყო ჩემთვის ეს ვარიანტი და ვურჩევ რომ დატესტოთ ან ძალიან მარტივია თუ აუბავ მხარს რატომაც არა თან ხვდები რამდენი გააკეთე მთელი კვირის განმავლობაში რამდენი საათი მეცადინე კვირაში თვეში რა ჩაგივარდა სად ჩაგივარდა ანუ ძალიან აი გამოსადეგია ჩემი აზრით. ძალიან გამოსადეგია პომოდორო. და ვცდილობდი რომ აი ლეპტოპზე საათი ჩამეწია რო არ გამოჩენილიყო, რომ ძალიან ფოკუსირებული ყოფილიყავი 1 საათი რაცაც პომოდოროს ჩავრთავდი. და თუ მის სინქრონიზაციას გაყვები, უფრო პროდუქტიული ხარ მთელი დღე. ნუ კი ვარღვევდი ხოლმე ხანდახან. და მე რა თქმა უნდა საღამოს რატო გავაკეთე და რატო არ გავყევი და ასეთი რაღაცეები. გვერდიდან რასაც ყვები ჟღერს იცი როგორ მკაცრად, აი ძალიან მკაცრად. ძალიან, მაგრამ ვინც ეს გამოიარა, ცხადია რომ მართლა ესმის რომ აქ ბალანსი არ არის რა ბალანსი ნამდვილად ამას თუ გინდა შეგიძლია ცადო და 1 წლის მაგივრად მომსამზადებლად დაგჭირდება 3 წელიწადი და შეგიძლია დღეში მეცადინო არა 9 საათი არამედ 5 მაგრამ ეგრე 3 გამოსი ჩაბარება გამოგივა არა 3 წელი არამედ 10 წელი კი თან ბექგრაუნდს გააჩნია ანუ მე არ მქონდა არანაირად მანამდე ასე მასშტაბურად ინგლისურად ნამეცადინები არაფერზე მასალა ყველაფერი ქართული აი საერთოდ განსხვავებულად მეცაინიობდი და საერთოდ სხვანაირად მომიწია შემუშავება ყველაფრის და რადგან მე 0-დან მომიწია ყველაფერ ბეისიკების სწავლა აი ეს იყო ერთ-ერთი გზა ჩემთვის რომ ეს გამეკეთებინა ნუ ძალიან კარგი თუ ვინმეს შეუძლია რომ თქვა ბალანსში მოიყვანოს ეს ყველაფერი
მეც უმრავლეს შემთხვევაში მას ვხვდები, ამიტომ დისციპლინა ყველაზე მნიშვნელოვანია და როცა მივხვდი დისციპლინის არს და არ ვიყავი მარტო мотиваციაზე ჩამოკიდებული, როგორც თავიდან მაგალითად, აი მე უფრო შეიცვალა აი ყოველდღიურობა, ეს ერთფეროვანი ყოველდღიურობა, იცი როგორ? აი მაგალითად ვიცოდი ზეგ მაგალითად 11 საათზე რას ვაკეთებ, ანუ მაგალითად აი ყოველ საათზე მქონდა გაწერილი ყველაფერი, აი ისე რომ control freak შეიძლება ითქვას. არ ხარ control freak. ფურცელზე წერდი თუ ელექტრონულად? ბუნებაში წერდი, სანამ დავიძინებდი ხოლმე საღამოს. არ გიცდია? კი, ჩამოწერილიც მქონდა, კი, მაგრამ გონებაში მქონდა ხოლმე უფრო მეტად მოქცეული, არ მიყვარს არც დღიურს და რამეს არ ვხმარობ. ეგ არ არის control freak-ობა, ეს არის ყველაზე სწორი და მიღებული მეთოდი იმის, როგორ უნდა დაგეგმო ცხოვრება თუ რომელიმე მოვლენა და ეს ფიზიკურ სამყაროში იქცეს, ანუ ეს არ არის არც შენი გამოგონილი და არც ჩემი და ამაზე უამრავი წიგნი არის დაწერილი და მასტერ-კლასი ჩატარებული. თუ როგორ you have to plan and უნდა დაგეგმო და მაგაზე გამახსენდა ახლა Brian Tracy-ის პოდკასტზე. კი, ზუსტად მაგაზე ამბობს, 1 მინუტა მომყვანა ზუსტად. მაგ Brian Tracy ამბობს, რომ law of attraction მაგალითად. აი ძალიან მეთანხმები მართლა. მაგალითად სანამ დავიძინებდი, ყოველთვის წარმოვიდგენდი თავში, როგორ ხსნიდით ჩემი ტრანსკრიპტის ფურცელს და მქონდა ჩაბარებული. აი ეს რაღაცა, რასაც ტვინში წარმოიდგენ, აი არ არსებობს მართლა რო არ მოხდეს. ყოველ დღე? კი, ყოველ დღე. კი, ყოველ დღე ვიზუალიზაცია. და ვგეგმავდი მეორე დღის გეგმას, რა უნდა გამეკეთებინა, რამდენ შევძლებდი და ჩემი აი ბედნიერი ვთქვათ და ხიარული კი ვიყავი იმ შემთხვევაში თუ მე იმას გავაკეთებდი, რაც დავგეგმე წინა საღამოს და აი სახეზეც კი მეწერა, გავაკეთეთ ვარა ის, რაც იმ დღეს უნდა გამეკეთებინა. სხვა ყველაფერს გარშემო არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის, ანუ არავის, არც არაფერს, აი ცარო ჩამოქცეულიყო ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი მართლა, იმიტომ რომ მე ვიყავი აქ, მჭირდებოდა ეს დრო და ვიცოდი რომ ეს დრო ყოველთვის არ გაგრძელდება, ეს არ არის მუდმივი, არის რაღაც მონაკვეთი, სადაც მე მჭირდება რომ ჩემი მაქსიმუმი დავდო. და აი მართლა აი ჯობია ასე გააკეთო და გამოცდაზე გახვიდე და 8-9 საათი უფრო მხრებ გაშლილი იჯდე და არ ქონდეს ის მომენტი რომ ვაიმე ახლა რა გავქნა, ეს არ მახსოვს. აი ასეთი მომენტი რო არ ქონდეს, აი მართლა ჯობია რომ ასე მთელი წელიწადი და ის რასაც ჩადებ, აი ღრმად ჩადო და არაფერი არ დააკლო და არც იჩქარო ჩემი აზრით. არ წყვეც არაფერს 1-2 თვე და ჯობია რომ აი მაქსიმალურად მიაწვე. და იმ Brian Tracy-ის მიზიდულობის კანონზე მქონდა ასეთი რამე ნათქვამი, რომ you don't attract what you want, you attract what you are. მაგალითად. და აი ეს ახლა რა საიდან გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან დიდი აზრის მატარებელია. უნდა იქცე იმ ადამიანად, რასაც გინდა რომ მიაღწიო ზოგადად. და ზოგადად მიყვარს პოდკასტების ამ YouTube-ზე ყურება, აი დეივიდ გოგინსი, ჯიმ რონი, აი ჯორდან პეტერსონი, აი ყველას ძალიან ბევრს უსმენდი, აი ალბათ მუსიკა არც მომისმენია ბოლო 2 წელიწადი. მარტო აი ამათ უსმენდი სამოტივაციო ვიდეოებს, აი რაღაც თითქოს რაღაც უფრო მიმსუბუქებდა ჩემს ყოველდღიურობას, რომ აი ეს ნამდვილია და რასაც ვაკეთებ ეს საქვეყნოდ და საჯაროდ შეება ყველა 100%-ში ეს რა თქმა უნდა არ ექნება გამოსული და ბევრი ვერ მიხვდება რაზე საუბრობ, მაგრამ არის ის რაღაც 1% თუ 2%, რაც ეს გამოცდილი აქვს, ეს ასე იყო და შემდეგ იცვლება რაღაცა და აუცილებლად მიაღწევ იმას, რასაც ჩაიფიქრებ. რაც მგონი შეგაწყვეტინე. რისი გაგება გინდოდა, რომ რასაც აკეთებ სწორად აკეთებ? არა, ხანდახან მეგონა ხოლმე რომ პირიქით ეს ყველაფერი ნეტა თუ სწორია, ნუ ნეტა თუ მართალია, ნუ რასაც თქვათ ამაზე. რატომ ფიქრობდი ეგრე, საინტერესო არის. ეგ კითხვაც ბევრს გაუჩნდება. რატომ ფიქრობდი სწორი არის თუ არა ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ? ხო, ანუ იმდენად ჩემი აზრით, ანუ იმდენად დიდი რისკი ავიღესავით იმ მომენტში, როცა თქვათ ჩემი მარტო შენ
ჩერდები და მთელი გარემო ხო არ ჩერდებათ ჩვეულებრივად მიდის ჩემი ყველა მეგობარი ნაცნობი რეზიდენტურაში აქ ყველგან მიდის რომ მაგაზეც მიდის არ ჩერდება გარემო აი არ ჩერდება დრო არ ჩერდება მარტო შენ ჩერდები იმ 4 ოთახში 4 კედელში და არაფერი არ იცვლება ყოველდღე ერთ და იგივე სტილში ზიხარ ერთ და იგივე რაღაცებს აკეთებ არაფერი არ იცვლება რეალურად. აი ყველაზე რთული არის ეს მომენტი, რომ აი არაფერი არ იცვლება. შეიძლება ისიც კი არ შეიცვალოს, რომ აი დღეს ხვალ უკეთესი იყო ვიდრე დღეს, ხო? ანუ ზუსტად იგივე ხარ, შეიძლება უარესიც კი ხარ, ხო? შეიძლება. კი, უარესიც კი ხარ. და აი უბრალოდ იმაზე იმედოვნებ, რომ იმ რაღაც დღეს, როცა უკვე დარეგისტრირდები და იცი რომ ამ დღეს უნდა გახვიდე გამოცდაზე, ხანდახან მიფიქრია ხოლმე, რომ ანუ როგორ შეიძლება რომ თქვა ორ თვეში იქ დავждე და 8 საათი ასე დავწერო ეს ყველაფერი, მაგრამ აი სხვამ თუ გააკეთა, ასე ვფიქრობდი ხოლმე, რომ მეც აუცილებლად გავაკეთებ. აი სხვა გამოსავალი არ არის და მართლაც რომ გამოცდაზეც არ ყოფილა რაიმე მომენტი, როცა მეფიქრეს, რომ ცუდად არის საქმე ან რამე, ანუ არა, ძალიან პოზიტიურად და ისე ვიყავი მთელი 8 საათი. პლუს ამას, როცა უკვე უშუალოდ იგებ, როდის არის გამოცდა, ძალიან გსტრესავს ეს მომენტი. ძალიან რთულია, როცა უკვე ძალიან რეალური ხდება. და მახსოვს, 2 თვით ადრე გავიგე და მე ჩვეულებრივად შემეძლო 4-საც კი ამდგარიყავი თუ საქმეს დაჭირდებოდა. და ხანდახან 3-ზე ამდგარ ვარ 5 მეგონა რომ მეთქი ცოტა ვიწყე ახლა და დილის 6-ზე ვიწყებდი ხოლმე MBM-ის self assessment-ებს, რაც ახლა ვფიქრობ მეთქი ვაუ, თელი მონდომებით და შემართებით ვიჯექი ხოლმე დილის 6 საათზე self assessment-ის დასაწერად. მესმის და მჯერა, იმიტომ რომ ზუსტად მაგას ვაკეთებდი და სულ ვცდილობდი რომ ჩემს სტუდენტებს და შემეძლია თქვა რომ ყველას შემდგომში ჩემს მეგობრებს ეგ შთავაგონო. აი რასაც შენ ახლა ლაპარაკობ, ხო? მე გიყურებ და გაკვირვებული არ ვარ, იმიტომ რომ დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ ისევ გაოცებული ვარ თუ რაოდენ ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი, რამდენად შეიძლება იყოს ადამიანი ფოკუსირებული, რომ ეს ადამიანებს შეუძლია და თუ საკმარის დროს და ენერგიას დაუთმობს ნებისმიერი პიროვნება, შენს გენეტიკურ კოდში არის, რომ თუ გაქვს რამე task-ი და თუ შენ მოახერხებ, რომ ეგ task-ი გახდეს შენთვის, იცი როგორი? თუ სიკვდილის სიცოცხლის საკითხად დააყენე ხო უეჭველი შედგება. იმიტომ რომ შენი ქვეცნობიერი მგონი ვეღარ არჩევს ამას რაღაცა სხვა საფრთხისგან. ეგეც იწვევს, მაგ ფორი აქვს, მაგრამ როდესაც შენ ამბობ რომ ან ჩავაბარებ, ან ვერ შევდგები და ეს არ არის მაინც და მაინც კარგი აზრები. anxiety provoking აზრებია. კი, ზუსტად მახსოვს მითხარი, რომ არის ფიქრო მასეო. მაგრამ ნახე რას გიკეთებს, გაიძულებს, რომ გააკეთო ის ყველაფერი, რომ ეგ ცუდი სავალალო შედეგი არ დადგეს. იმიტომ რომ რაღაც სიკვდილის სიცოცხლის საკითხა და ანუ გადარჩენის საკითხია. მე მქონდა მსგავსი აზრები, გიორგისთან ბლოგში გვახსენე, რომ პოდკასტში, რომ მე მქონდა ესეთი შთაგონება გარკვეული პერიოდი და მე შევცვალე, რომ თუ მე დაუშვათ სტეპს ვერ ჩავაბარებდი და თუ ამერიკაში არ გავივლიდი ტრეინინგს, მაშინ ჩემგან კარდიოქირურგი ვერ შედგებოდა. რაც არის არასწორი, იმიტომ რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ გულის ქირურგებიდან სოფლიოში ბევრს ან უმეტესობას არც გაუვლია ეგ ტრეინინგი და ბევრი არც ყოფილა მანდ. მაგრამ ნახე, რადგან მე მქონდა ეგეთი შთაგონება, ჩემო ქვეცნობიერმა ეგ დაიჯერა. არასასიამოვნო აზრებს გიჩენს, იმიტომ რომ შენ თავს აყენებ რაღაც ისეთ როგორ ვთქვათ, სცენარში, რომელიც ჯერ ერთი არ არსებულია და მეორე კიდე პოზიტიურ აზრებზე არ არის დაყრდნობილი, მაგრამ არის დაყრდნობილი ყველაფერი ან არაფრის პრინციპზე და გადარჩენის პრინციპზე და არ ვიცი რა, როგორც შენ თქვი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მე ამას გავაკეთე. სწორედ მაგიტო იყო, რომ უკვე ბოლო 2 თვე, ყოველ დღე 12 საათი შემეძლო, რომ
აი დღის ჩაუგდებლად მშდარიყავი არანაირი გარდგასვლის ვარჯიშის ან რა აღარც გჭირდება. არც მჭირდება, ანუ ავტომატურად მიდის უკვე ორგანიზმი ამ და კარგად გრძნობ თავს. კი, აი ცხოვრებაში არ მქონია tension headache-ები, ოდნავ შემაწუხა იმ პერიოდში, აი 12 საათი გადამბულად მეცადინეობებმა, მაგრამ აი ვიცოდი რომ ეს იყო საჭირო და თან ისეთი რეალური რო ხდება, როცა გამოცდის თარიღი იცი, ანუ მე უკვე აი არ ვიცი, ისეთ რაივში ხარ, რომ ვეღარ ხვდები უკვე სად რას მიამატო, რას მოაკლო პირიქით, ანუ მთელი სული გინდა რომ ჩადო, რასაც აკეთებ. და მთელი წელიწადი ისე 9-10 საათი ყოველ დღე ვცდილობდი ხოლმე მეცადინა, სხვა საქმე არ მქონდა. ასეთ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი სპეციალურად, რადგან მივხვდი, რომ აი ისე უნივერსიტეტთან თან ჩემი ექსტროვერტული ბუნებიდან გამომდინარეც არ გამომდიოდა და ამიტომ მართლა ვამბობ, რომ აი ძალიან დიდ პატივს ვცემ ისეთ სტუდენტებს, ვინაც მოახერხეს და შეძლეს, რომ უნივერსიტეტის პარალელურად, განსაკუთრებით მესამე კურსის პარალელურად მეცადინეობდნენ და გავიდნენ ფონზე. ძალიან მაგარია, მაგრამ ყველა ინდივიდუალურია და რაც საკუთარ თავს არ გია და როგორც დატესტავ საკუთარ თავზე, ისე უნდა გააკეთო და არა ისე როგორც აი სხვა რო ამბობს, რომ ძალიან მაგარია. აი მაგალითად, ან კი არ გამიკეთებია ბოლო 1 წელიწადი საერთოდ. მივხვდი, რომ ჩემზე არ მუშაობდა. ანუ კი, აი ძალიან კარგი იდეის მატარებელი საგანია, მომწონს ახლაც ვაკეთებ რაღაც სხვა რაღაც თემატიკაზე, მაგრამ აი მივხვდი, რომ როცა სტეპისთვის მეცაინეობდი, აი რაღაც არ მადგებოდა. მე ვიცი შენი დამოკიდებულება ანკიზე, როგორ გიყვარს. მაგრამ თან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რამეს ხო არ ვაშავებ ამას, რომ აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ალბათ 7-8 თვე დღეში 300-200 ფლეშკარდი თავისუფლად ვაკეთებდი ხოლმე და მეთქი რაღაც შემზე არ მოქმედებს, მოდი დავანებო შევეშვე და არ გამიკეთებია საერთოდ გამოსთამდე. როგორ ფიქრობ, რატომ არ მუშაობდა? საინტერესოა. მე მაინტერესებს უბრალოდ, საინტერესოა. რავი, აბა, ჩემი აზრით, ფაქტობრივი ცოდნა დიდად გამოსთაზეც არ არის საჭირო ჩემი აზრით, აი ძალიან დეტალებში ცოდნა. უფრო ლოგიკაზე და აი გააზრებაზეა დამოკიდებული, როგორ იქნება შენი პერფორმანსი გამოცდაზე და ისედაც თითქოს ბევრი დრო მიქონდა რეალურად თან მართლა შეიძლება მარტო ანკის ვაკეთებდი ხოლმე, ყველაფერს ვიყავი ორიენტირებული, ერთხელ კინაღამ გზაზე გამიტანეს. მართლა, კი. და აი ანკის დროს, ან როცა თავისუფალი dead time მქონდა, ვუსმენდი პოდკასტებს გოგინს საუკეთესო ჩემი ფავორიტი ადამიანი. და გოგინს ბევრად პროდუქტიული იყო. კი, ძალიან მამშვიდებდა თან მაგ თემატიკების მოსმენა და სულ ვუსმენდი სულ მაგებს და თითქოს ვისვენებდი კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს Netflix-ის ყურებაც თავისუფალ დროს. და კი, და ძალიან ჩავანაცვლი ამით ანკი რო თქვა და არც წამიგია არაფერი, ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ინდივიდუალურია, როგორც გრძნობ. კი, როგორც შენ თავს უნდა მოირგო. კი, აი თავიდან მართლა ფიქრობდი, რომ ვაშავებ რო არ ვაკეთებ, ვაშავებ. თუ შენ გრძნობ, რომ შენ ის დაზეპირებაც უფრო მარტივად გამოგდის, ვთქვათ, first aid-ის წაკითხვით. კი ბატონო, თუ შენ retention-ის და ხდება, მე იმდენად სუსტი მქონდა ეს long term memory-ში გადატანა ინფორმაციის, რომ მე მაგალითად ანკის გარეშე ვერ, იმიტომ რომ უბრალოდ ვინ თითქოს არ ინახავს long term-ში იმას, რასაც არ ვიყენებ, ხო? და იქ ჩემი გამოცდა ისეთი იყო. ალბათ 50-50 რაც შენახსენე ეგ იყო უზარმაზარი ეს ტაქტიკა უზარმაზარი გრძელი კითხვები და ალბათ ნახევარი кейსების გჭირდებოდა გახსოვდეს აი რაღაცა ეს საბოლოო პატარა დეტალი რა. ნუ კი რა თქმა უნდა. თავარია შენაკეთო ეხლა დღეს შემდგომში ყველაფერში ისე როგორც შენ მოგწონს. ეგ არის შენი gut feeling, ან თუ გზნობ რომ რაღაცა არ გერგება, არ გამოგდის, ესე იგი არ არის. შენ ხო ცადე, შენ ხო ამდენი ხანი 7 თვე აკეთე. First aid-ზე რო ახსენე, გამახსენდა რომ ჩვეულებრივად მეორე წიგნი მაქვს ჩაწერილი შეგ. ხო, შენ დახაზი. კი, აი ნოუთების სახით რაღაც მინაწერები ჩემი, რომლებიც მეგონა რომ წავიკითხავდი და ჩემი საგანძური იყო და კი, მაგრამ ეკომპაქტია რომ წერისას
შენ იყენებდი მოტორულ მეხსიერებას და აქტიურად იყავ ჩართული. გრძნობ რომ უკეთესად სწავლობ თითქოს და არც ნანობ რომ გავაკეთე. არა, მეც იმ პიროვნებებიდან ვარ, ვინც მეცადინეობის დროს notes აკეთებდა, არა კონსპექტს, არამედ notes, იმიტომ რომ მე სულ ვცდილობდი რომ იყოს ჩართული ვიზუალური მხედველობა, აუდიტორული, მოტორული და ხმამაღლა კითხულობდი ამას, რომ მე თვითონ მესმოდეს. ამიტომ ის რომ შენ მერე ვერ წაიკითხე, ალბათ არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც თავად ის ფაქტი, რომ სწავლის დროს შენ წერდი, ანუ შენს engagement-ს და ფოკუსირებას მატებდა. ალბათ ეგ მომენტია უფრო მნიშვნელოვანი, როცა უშუალოდ ხო, არა, თითქოს რაღაც მეორე ხარისხოვანად ჩავთვალე და აღარ იყო საჭირო სწავლა. სულ ვერ მოსწარე. ჯობია იუვორზე კონცენტრირდე და кейსები არჩიო ღრმად, ვიდრე რაღაც მინაწერები, რომელიც შენი მინაწერებსაც ვერს კითხულობ ნორმალურად, წაიკითხო. კი, აი ასე. იცი რა მაინტერესებდა ახსენე საინტერესო სახელი გვარები და ის რომ 5 საათზე დგებოდი ხოლმე და უცბად მაინტერესდა რომ 5 AM club ხომ არ გაქვს წაკითხული წიგნი. 5 AM club-ი შენიდან გამიგია და შემოერთებული ვიყავი. წიგნი ვერ მოვასწარი, მაგრამ აუდიო მოვისმინე. კარგია. და კი ღირს და რა არის საინტერესო იცი რომ მაგ 5 AM club-ის ამ აუდიო წიგნს და კონცეფტს მას შემდეგ გავეცანი, რაც ეგრე ვაკეთე და მორჩი ყველაფერს და 1-2 წელიწადში ესეთი ესე იყო რომ უბრალოდ შემხვდა რომ 5 AM club, okay, და მოვისმინე და ბევრი რამ ისეთი იყო, რაც მე უკვე განვიცადე გავაკეთე. 5-ზე როდესაც დგები, მე მქონდა შეგრძნება რომ თითქოს თელ სამყაროს ჯერ კიდევ ძინავს, მაგრამ მე უკვე საქმეში. აი ზუსტად მაგ უნდა მეთქვა რომ აი დილას სულ მეუბნებია რომ რა გაღვიძებს დილის 5-ზე და რა გაყენებს. ამის გაგებართული. აი ძალიან რთული ეცი რა მომენტია, როცა დგები და მithumetes თბილისში, დგები და ყველაფერი ჩამქრალია, ყველა ზინავს და შენ ზიხარ და შენთვის მუშაობ და რაღაც განსხვავებულს აკეთებ და ყველა ზინავს. ანუ ეს მომენტი გაძლევს мотиваციას, თორე არ არსებობს ადამიანი დილას გაიღვიძოს და დოლგარმონით დაждდეს და მიმეცადინო, ხო? 5-ზე რო დგებოდი, აი მე მქონდა ესეთი წესი, რომ 6-ზე უკვე უნდა დამეწყო ანკი და ანკით იწყებდი ხოლმე? ხო, სულ იმიტომ რომ დილას ვაკეთებდი ახალ ქარდებს და საღამოს ვაკეთებდი reviews. ანუ ვცდილობდი რომ ეს ფიზიოლოგიას მოვარგო, რომ დილას ჰიპოკამპის სუფთა და გავტენილ დასაზეპირებელი ინფორმაციით, საღამოს უკვე გატენილია და reviews გავაკეთებდი და 5 AM ეგეთი იყო, ან დგები და შეგრძნება გაქვს რომ თითქოს ყველაფერი გაჩერებულია და ყველაზე ცხადი ასე არ არის. უამრავი ადამიანია, ვინც ასევე ეგრე აკეთებს, მაგრამ ხო. და მეც მომენატრა ეგ პერიოდი და ცოტა ხანში ეგრე მომიწევს ყოფნა ალბათ მომდევნო 10 წლის განმავლობაში და მეც მაქვს ეგ აზრები რომ პროდუქტიული მაგ დროს უფრო ვიყავ ვიდრე ახლა ცხადია. იმიტომ რომ ამ წუთას მე სრულად ფოკუსირებული ერთ საქმეზე ვერ ვარ და ანუ 5 AM-ის არ გამოდის. მეც არ გამოდის ამ ბოლო დროს და ძალიან რაღაცნაირად გქნობ თავს არასრულ ყოფილად თითქოს ის მოვსებდათ და ჩემი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყავი ალბათ რაც შენ ახლა მოყევი, რაც მე გისმინე, მე დარწმუნებული ვარ რომ მაგ დროს ყოველთვის მინდოდა რომ რობოტივით ყოფილიყავი რომ აი ასე არ ჩავაგდო მე მგონია რომ ადამიანი ვართ, მაგრამ კი ბოლოს მართლა ვიყავი და ჩემი თავის მიამაყებოდა. მე მგონია რომ მაგას ვეღარ გაიმეორებ უკვე იცი? მე ეგეთი გაგიჟების რა მინდა რომ გავიმეორო. მე ანუ პრინციპში მეორე სტეპისთვის როდესაც ვემზადებოდი, თითქოს უფრო მარტივი იყო. ეს მე მგონი სიმარტივე შინაგანად ცოტათი გადუნებს. აი ცოტათი და ისეთი აი ესე გაგიჟებულად აღარ მიმეცადინე მაგას. რა თქმა უნდა, პირველზე უფრო ისეთი არაფერი იცი, ვერაფერში არ ყვევი და ყველაფერს ახლიდან ცდილობ. მეორეზე უფრო იცი ყველაფერი და მეც მაგის იმედი მაქვს კი. მაგრამ ბოლოს მართლა აი თვითონ საკუთარი თავი გაძლევს იმ დრაივის საშუალებას, რაშიც ვიყავი და აი ძალიან მაგარი შეგრძნებაა მართლა. ძალიან არა ჯანს რაღაცებს ყვებით ფსიქიკისთვის, მაგრამ აი ძალიან შვენიურად ვიყავი, მინდა ვთქვა.
აი მართლა არ მოკლავს ადამიანს ცოტა ხანი არაბალანსირებულად ყოფნა მიაღწევებს თავის მიზნებს, რაც დიდია, რთულია და რთული რომ არის, ზუსტად ამიტომ მოგვინდა რომ გაგვეკეთებია. ყველას რომ მქონდეს შესაძლებლობა და ყველა რომ გადიოდეს, ხო არ მოგინდებოდა ვთქვათ. შეიძლება ნაკლებად, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური საკითხი არის, რომ ის რაც იშვიათია, რთულია, დაფასებულია და ფასეულია, შენ ეს რაღაც გინდა გქონდეს. ანუ ცხადია, ეს ყველაფერი საბოლოოდ ერგება პაციენტს, მაგრამ შენც ადამიანი ხარ და აკუმულირებ ცხოვრების განმავლობაში რაღაც შენს ასეთებს, ხომ? და აი ვთქვათ, სტეპი, ანუ არის ხომ ხდები და rare, რასაც არის რაღაც იშვიათი და ფასეული, ცხადია, შენ გინდა რომ ეგ გქონდეს. ხო? ანუ ეგეც არის, ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური საკითხი არის რა. ანუ ეგ რომ არ იყოს ეგ რომ იყოს ეგეთი ხშირი მოვლენა, მარტივად მისაღები და შესაბამისად ფასი ვერ ექნება მაგას. თუ ვერ ექნება ფასი, შენ ეგრე ძალიან არ მოგინდება. კი, ზუსტად. და ერთი ფაქტორია კიდე, რომ აი მის მერ გამიმარტივდა მეცადინეობა, რაც გავაანალიზე, რომ თვითონ მეცადინეობა არის პრივილეგია, რაც შეიძლება რომ გქონდეს ცხოვრებაში. და მით უმეტეს დღევანდელ მსოფლიოში, რეალობაში, ჩვენთან, ყველგან რაც ხდება და შენ გაქვს იმის ფუფუნება, რომ დაждდე და შენ თავზე იმუშაო და შენი თავი განავითარო, ეს არის ნამდვილად დიდი პრივილეგია, რაც ადამიანს შეიძლება გქონდეს. და პირიქით მადლობელიც კი ვიყავი, რომ აი მაქვს საშუალება, რომ დაждდე და ვიმეცადინო და არაფერზე ვიფიქრო, თქვათ, ხო? აი ეს მაგარი მომენტია. ამიტომ სანამ ეგ მქონდა გაანალიზებული, უფრო მიჭირდა, რომ ვაიმე ახლა როგორ ვიმეცადინებ და იწუწუნის მომენტი ძალიან ცუდი, არ უნდა იწუწუნო შენთვის, დაждდე და საკუთარ თავში მოგვარდე, რა გინდა, როგორ გინდა, რა საკეთებ და უბრალოდ დაიწყო. მე ყველაფერი აებმება და აიკინძება როგორმე. აუცილებლად თან. აუცილებლად. მაგ აზრებამდე მეც მივედი, რომ რაღაც ნამდვილად არის ხო? პრივილეგია და პრივილეგიაც შეიძლება უბრალოდ მადლიერი ვიყავი იმის, რომ მაქვს მე ფუფუნებას ვეძახდი, რომ ამ სამყაროში ასე დროს იმ ყველა მოვლენის ფონზე, რაც სამყაროში თუნდაც 5 წლის წინ, 10 წლის წინ ახლა ხდება, რომ შენ შეგიძლია დაждდე მშვიდად და იზრუნო შენს განათლება და შენს პიროვნულ ზრდაზე და მერე ეს რასაც მიიღებ, ხომ გამოიყენო სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის. ეს მიმაჩნდა, რომ ძალიან ისეთია. ყველას შეიძლება არ გქონია ამის საშუალება და შანსი სოფლიოში და ენდომებოდა და იქნებოდა ექნებოდა აი ყველაზე ნამდვილი ექიმი და აი იქნებოდა, მაგრამ ვერ გამოვით, ხო? ამიტომ ეს რაღაც მადლიერება არ ვიცი რასთან ერთად მოდის, ასაკთან, გამოცდილებასთან, თუნდაც გაგონონ, ჩაგინერგონ, არ ვიცი. ორივესთან ერთად გამოცდილებას უფრო მოგვჭე აზრით. და ეს thankful ადამიანები 30%-ით უფრო happy არიანო. არ ვიცი ეს როგორ არის დათვლილი, მაგრამ სილვა ამბობს თავის ტრეინინგში, ხოსე სილვა, რომ thankfulness და ეს მადლიერება happiness-ისა. თუ არ მახსოვს ქრის ვოსი ამბობს. ან ერთი ან მეორე ჩემი ხსენები გრალია. მე დავტესტე, ჩემზე არ გამომადგა, სიმართლე გითხრა, მაგრამ ის მომენტი, რომ ყოველ დღე 5 წუთი მაინც რომ თვალი დახუჭო და ჩაფიქრდე შენს გონებაში შენთვის, ნუ ეგ რა თქმა უნდა, კი, კარგია, მაგრამ ისე რომ მახსოვს ადრე გვიგდებდი ხოლმე რაღაცებს, უფრო ექსტრავაგანტურს, მაგრამ ეგ რაც ახსენე, ეგ მედიტაცია არის ერთი ვარიანტია. ანუ შენ წqdები, აქ რაც ხდება ფიზიკურად ხარ შენს აზრებში, თვალებს როდესაც ხუჭავ, ვეივები უკვე იცვლება და ნუ რაღაც საკითხებზე მუშაობ შენს თავთან. ეგ ბუნებრივადაც გამოგდეს ყოველდღიურობაში, თქვა არ არის მნიშვნელოვანი, რომ ესე 5 წუთი მოდი 5 წუთი დავждდე ახლა, ნუ შეიძლება ბუნებრივად გამოგივიდეს, რომ ვერც მეხთა, რომ შენ სისტემატიურად არა ბუნებრივად ხანდახან და ერთი სტერეოტიპი კიდე ის რომ შენ კოფეინი რომ გიყვარს ძალიან ან საერთოდ არ გამომიყენებია და არასდროს არც გამოსაზე წამიღია აი არ ვიცი და მე მყავს მეგობრები ვინც არ წავასავენ არც შეიძლება არ არის რამე
განსაკუთრებული რომ მაინც და მაინც რაღაც უნდა გენეტიკური მიიღო. ის არის უპირატესობა. მაგარია. აი უბრალოდ ხანდახან რომ ამდგარიყავი და გასართობად გავსულიყავი გამეკეთებინა, აი მაგისტრის. შენ ახლა 8 საათზე საღამოს 9-ზე ხარ ესე უკოფეინად. კი. ჩვეულებრივად, ხო. მე ეგრე არ შემიძლია 3 საათის წინ წამოვიდი, დავლი კოფეინი. რამდენი 100 მგ. რა ვიცი, ჩემზე არც მოქმედებს ალბათ. ნუ ვინც swamps ახლა კოფეინს და ყავას ის ყველანი ვარ ყავას დამოკიდებულნი და კი, მიყვარს ეს სიყვარულით მიყვარს კი. 3-4 საათში ერთხელ გჭირდება. ესეთი კითხვა მაქვს და ალბათ ბოლო კითხვა თუ შენ გენდოება რამე მოყვე და დაამატო გონი ყველაფერი თქვით უკვე და შევეხეთ ყველა საინტერესო რაღაცები თქვი და იმედი მაქვს რომ ეს ჩვენს მსმენელს ახალგაზრდა ექიმებს გამოადგება. იმიტომ რომ რაც შეიძლება გულახდილად მესაუბრა რომ აი მართლა მაგალითად როგორც მე გამიხარდებოდა რომ მომესმინა. ეს რაც თქვი რომ მოგესმინა გაგიხარდებოდა? ხო. ხო. აი მაშინ როცა ვიწყებდი და ძალიან დაბნეული ვიყავი და ვერ ვალაგებდი საკუთარ თავს როგორ უნდა გამეკეთებია ეს ყველაფერი. კარგია, თანმიმდევრია რომ მოისმენს ამას სტუდენტი ქართულად, ისიც არის, ნახე, ფსიქოლოგიური მომენტია, რომ მარიამია ქართველია საქართველოდან არის, ისიც აქ არის, ის აქ სწავლობდა, ხო? ანუ რაღაც ფიზიკალეს სიახლოვე კიდევ მეტად გაუძლიერებს ახალგაზრდას იმას, რომ შეიძლება და გამოვა, იმიტომ რომ ისიც ხო აქედან არის, ისიც არის როგორიც მე ვარ. კითხვა მაქვს ასეთი, რომ არ ვიცი რა დავიწყე სიტყვა რომით რას ურჩევდი ახალგაზრდა სტუდენტებს, ექიმებს, ან უფრო არ ვიცი შეიძლება ასაკში შესულ სტუდენტებს ან ექიმებს როდესაც შეეპარებოდათ ეჭვი თავიანთ თავში და იცი როგორი რაღაცის წინაშე აღმოჩნდებიან, როდესაც იწყებენ ფიქრს საერთოდ გამომივა თუ არა, ღირს თუ არა, ღირს თუ არა, იცი რაში არის საქმე, ღირს თუ არა, გარეგან რაღაცებზე დამოკიდებული ნახე, ღირს თუ არა, ანუ რის გამო ღირს და მეორე საკითხია უფრო რომ შევძლებ თუ არა. და დგებიან ესეთი, ანუ იმიტომ რომ რთულია, იმიტომ რომ არ გამოდის კარგად, იმიტომ რომ ნაცრისფერი რუტინაა და ერთი და იგივე და რაც შენახსენე თითქოს ყველაფერი ტრიალებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე სწრაფად ალბათ ტრიალებდი შენ, უბრალოდ მაგ მომენტში ხარ ფიზიკურად მიბმული ერთ ადგილას, კიდე ორი გამოსთა ეგრე იქნები მიბმული და მე არ ვიცი, რაკეტის აფრენას გავს რა ეგ პროცესი. რას ურჩევდი? რა უნდა გავაკეთო? არ ვიცი დავიკარგე ეს პერიოდი ზოგადად გამოსის იმდენად გრძელვადიანია, რომ აი შანსი არ არის, რომ აი ერთხელ მაინც ყველას არ ქონდეს ეგ ფიქრი, აი გარდაუვალია და ერთ-ერთი გამოსავალი, რაც ჩემთვის იყო, ეგ იყო აი პოზიტიურად შინაგანად განწყობა შენი მომავლისადმი, რომ აუცილებლად გამოარასაც ფიქრობ და არ ახარ უკანასკნელი, ვინც ამას აკეთებს, ბევრი გააკეთებს, ბევრი ჩააბარებს, არც პირველი ვიყავი და არც ბოლო, ვინც თქვათ იმ სიტუაციაში იყო, ყოველთვის ფიქრობდი, რომ ხალხი უფრო ჩემზე რთულ სიტუაციაშია, ვიდრე მე ვარ და მე, რაც მევალება ჩემი საკუთარი თავის წინაშე, მე ამას გავაკეთებდი. და აი თუ ძალიან გინდა რაღაცა, აი ძალიან თელი გულით, რაში და თუ ჩადებ შენს 10000 საათს იმას აუცილებლად გააკეთებდი. მე რომ თხოვონ, UFC ჩემპიონი გახდიო, აი თელი გულით თუ მოვინდომებ, აუცილებლად მივაღწევ. აი ეს მაინდსეტი შემიცვალა და ჩემი მსოფლმხედველობა აი ამით შეცვალა ამ გამოცნով საერთოდ. ადრე ვფიქრობდი, რომ როგორ ფიქრობდი? ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრების დინებას მიყვები, რაღაც გამოვიდა, რაღაც არ გამოვიდა. ადრე კი ასე ვფიქრობდი, არ ვიყავი ასეთი. და აი ახლა ვფიქრობ, რომ აი აუცილებლად გამომივა, რასაც გადავწყვეტ, რასაც თელი გულით მოვიდომებ და ჩემს იმ, თქვათ, დროს და 10000 საათს ჩავდებ. აი აუცილებლად გამომივა. ანუ შენ ამბობ, რომ ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ესეთ პირველ ისევ იმ კითხვას დაუბრუნდით. და შეგიძლია რასაც მოისურვებ, რა გეგმაც არ გექნება. ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო ნამდვილად ამაში დავწმუნდი და ზუსტად ამაში მეპარებოდა ეჭვი, რომ მეკითხებოდი წინაზე, რომ უყურებდი, თქვათ YouTube-ზე იმ მოტივაციურ ვიდეოებს და ბევრს. აი მეპარებოდა ეჭვი, რომ ნუ თუ ეს ასეა, ნუ თუ ეს მართალია, მაგრამ რაც ჩავაბარე, მე თვითონ დავწმუნდი, რომ კი ნამდვილად ეს რეალურია,
რომ ადამიანის შესაძლებლობებს მართლა არ აქვს საზღვარი, თუ მთელი გულით მოინდომებ და აი ზარმაცი ადამიანი ზოგადად ალბათ ყველაზე ძალიან მაღიზიანებს. და არ შემიძლია ჩემს გარშემო თქვა ზარმაცი ადამიანი ხალხის ატანა? შეიძლება. შენი უფლება. შეიძლება, რატომაც არა. რატომაც არა. და რო ხედავ რომ შეუძლია რამდენი პოტენციალი და თქვა რომ შეუძლია შენი სამყაროს მოდელს ხო, მაგრამ ვერ დააძალებ ვერავის. ყველა ინდივიდუალურია. მეც თქვა ბევრი მოისმეს, რას ლაპარაკობსო საერთოდ. კი, აი ასეა და მეც ბევრი გამოცდილება მაქვს ამგვარი და მაგიტომ ვიცი უკვე. ამიტომ თავარი არ დანებდე და ბოლომდე მიყვე შენს გეგმას თავდაპირველს, რაც შეიძლება ისეთი არარეალური იყოს თავიდან, რომ რა ვიცი, მაგრამ აუცილებლად გამოვა. რაცაც ახლა გისმენდი, ბოლო რამდენი წამი არ ვიცი, გიყურებდი და ვფიქრობდი იმას, რომ ძალიან მიხარია და გილოცავ იმას, რომ მოახერხე მაგ პიროვნებად შედგენ. ესე ადრე და ჯერ კიდევ ძალიან მცირე ამ მთელი დისტანციის ძალიან მცირე ნაწილის გავლით. იმიტომ რომ რაც შენ ახლა ახსენე, მაგას ვერავინ ვერასდროს ვერ დაეუფლება, ხდები, აი ეგ რაც ჩამოაყალიბე, ხომ? ეგ გექნება მუდამ. მაგას ვერავინ ვერ სად, ვერავინ გამეორდები ვერ სად. მაგას ვერ დაეუფლება და ვერ წაგართმევს და ეს არის ამ გზის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ბევრად მნიშვნელოვანი არის იმაზე, ბევრად მნიშვნელოვანია იმაზე, რომ სად გაივლი შენ რეზიდენტურას და სად რას გააკეთებ, ხომ? რაც მიიღე და მერწმუნე, ეგ არის შეუფასებელი, ეგ არის priceless რამ. ამიტომ მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ შენ გაუზიარე ქართველ სტუდენტებს და ახალგაზრდებს შენი გამოცდილება და გესურვებ ყოველივე საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. მადლობა მარიამ. მადლობა თქვენ. ნახვამდის.